ეს მე ვარ. ბევრს ვჭამ, კარგად მძინავს და გარკვევით ვამბობს სიტყვა მამას. როცა ერთი წლისაც არ ხარ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებს მოსწონდე. ეს დედა ისე ძალიან მიყვარს, რომ შემიძლია მის გამო ცეცხლის მფრქვევალ დრაკონშევე ბრძოლო და პირდაპირ სანაგვე ყუთში ჩავტენა. სწორედ ასე ავუხსენი ერთ დღეს დედას სიყვარული ღამის ქოთანზე მჯდომმა. ეს კი მამაა. 10 წელიც არ გავა ამ ფოტოს გადაღებიდან და ჩვენი ოჯახი დაიშლება. თუმცა ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. 3 წლის ვარ. როგორც იქნა თმა მზრდა დაიწყო და ჩემი თავიც აღარ არის ისეთი დიდი. 5-ის რომ ვიყავი, ჩემი ძმა დაიბადა. ზღვასთან ახლოს გადავედით საცხოვრებლად. ეს მამას მშობლიური ქალაქია. დედა აქ არავის იცნობს. ბალეტსა და ვიოლინოზე მიმიყვანეს. ერთი მეზობელი ყავს, ხანდახან ფუნთუშებით მიმასპინძლდება. ერთხელ თუთიყუშიც იმაჩუქა. თუთიყუში ჭვივის და თავით გალიას ეხეთქება, როცა დედა და მამა ჩხუბობენ. მას შემდეგ რაც აქ გადმოვედით, ეს სულ უფრო ხშირად ხდება. უკვე 10 წლის ვარ. ჩემი ძმა 5-ისაა, ხანდახან ენაებმის. ვერ წარმოთქვამს რს. კიდევ თვალებს ახამხამებს ხშირად. ექიმმა თქვა ნერვიული წიკიაო, თუმცა კარგად ვერ გავიგე ეს რას უნდა ნიშნავდეს. დედა ამბობს, რომ მალე ბებია ბაბუასთან წავალთ, მაგრამ ჯერჯერობით ისევ აქ ვართ. ახალი წელი მოდის. კლასელი გოგოები ამბობენ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მე არ მჯერა მათი. არც დედას. ერთად ვიპოვეთ ნაძვის ხესთან სათამაშო რკინიგზა და წიგნი. ისე დედამ მხოლოდ შოკოლადი მაჩუქა. გასაგებია, რომ მას და თოვლის ბაბუას განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ამჯერად მამამ ისე მაგრად დაარტყა დედას, რომ ცხვირიდან სისხლი წასკდა. მერე ჩემი ძმის საყვარელი სკამი გატეხა. ჩემმა ძმა მიტირა. დედამაც იტირა, მაგრამ სკამის გამო არა. დილით მეზობელი შემოვიდა და დედას უთხრა, არ მეგონა ცოცხალი თუ დამხვდებოდიო. მეზობლის წასვლის შემდეგ დედა დიდხანს ლაპარაკობდა ტელეფონით. რამდენიმე დღეში კი ბაბუა ჩამოვიდა და მე, ჩემი ძმა და დედა თან წაგვიყვანა. ჩვენ თვითმფრინავით გავფრინდით. მაგარი იყო. უბრალოდ ცოტა ყურები დამეგობრდა. დედა მითხრა ნერწყვი გადაღლაპე და გაგივლისო. კიდევ მითხრა, რომ მე და ჩემი ძმა მამას ვუყვარვართ. უბრალოდ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ. მამას ჩუმჩუმად წერილებს ვწერდი და დღიურში ვმალავდი. რამდენჯერმე ტელეფონითაც ველაპარაკე. მეუბნებოდა, რომ ვენატრები, მაგრამ ის ჩვენთან არ ჩამოსულა. როცა მამაზე მეკითხებოდნენ, მეუბნებოდი, რომ არ მყავს. 16 წლის ვიყავი, მამა რომ მოკვდა. კუთრებს უფრო ადვილად აპატიებ ვიდრე ცოცხლებს. გაბრაზებამ გამიარა. დღეს 30 წლის ვარ. მე რომ ახლა 10 წლის მეს შევხვდე, ავუხსნიდი, რატომ დაურეკა დედა მშობლებს და დახმარებას თხოვა. თუ რატომ არიან დამნაშავეები ის მეზობლები, რომლებსაც კარგად ესმით რა ხდება კედელს მიღმა და ელიან გათენებას, რომ გაიგონ რა მოხდა წუხელ. იმ 10 წლის გოგოს იმასაც ვეტყოდი, რომ დადგება დრო, როცა ის აუცილებლად გაიგებს, როგორ უჭირდა დედას უცხო ქალაქში და მიუხედავად ყველაფრისა, მას და მის ძმას აჩუქა ბავშვობა ზღაპრებით, წიგნებით, ბალეტითა და თოვლის ბაბუით. ხოდე, დღესაც მზად ვარ შენს გამო ცეცხლის მფრქვევალ დრაკონშევე ბრძოლო და ის ნაგვის ყუთში ჩავტენო.